8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინს. განაჩენის გამოცხადებამდე ანტონ ჩეჩინმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა. საქართველოში დაკავებულმა რუსეთის მოქალაქემ მის უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრა. თქვა, რომ სამოქალაქო პოზიციის გამო ისჯება. კომპენსაცია ვერ შეცვლის ჩემს მეუღლესა და მშობლებთან დაშორებას. ვერაფერი ვერ აანაზღაურებს იმ დროს, რომელიც მე ციხეში გავატარე. 9 თვის განმავლობაში მე ვერ პოულობდი გზას, სადაც ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას შევძლებდი. ციხეში ირღვევა ჩემი უფლებები. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იყო შეტანილი რამდენიმე საჩივარი. გამოძიება არ იწყება იმიტომ, რომ უწყებას ხელმძღვანელობს პროკურატურა, რომელიც ჩემ წინააღმდეგაა განწყობილი. მარტო იმიტომ კი არა, რომ მე ვარ ბრალდებული, არამედ იმის გამოც, რომ მე გამოვდიოდი პრორუსული მთავრობის წინააღმდეგ. შავდებულის მეუღლე მანანა სამხარაძე ამბობს, რომ განაჩენი ანტონ ჩეჩინისთვის შესაძლოა საბედის წერო აღმოჩნდეს. რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. მისივე თქმით, მოსამართლე ჯვებენ აჭყებიასთვის ეს კარგად იყო ცნობილი. ანტონს აქვს მძიმე მდგომარეობა ჯანმრთელობის მხრივ, თავში აქვს კისტა, რომელიც უკვე გაეზარდა და ახლა ტომოგრაფია არ გადაგვაღებინეს, 6 თვე უნდა იყოს ზუსტად გასული. ზუსტად 6 თვე გავა 11 სექტემბერს და შეიძლება საშინელი შედეგი დაგხვდეს და უკვე კიდევ უფრო ბევრად იყოს გაზრდილი და ანტონი არ აპირებს ოპერაციის გაკეთებას, სანამ ციხეშია. როდესაც მივედი მქონდა რომ დღეს გამოვიდოდა და ასე უფრო დავარწმუნებდით მას რომ მე გაეკეთებინა ეს ოპერაცია გარეთ უკვე, მაგრამ ნახეთ უკვე რაც მოხდა და შეიძლება 1-2 თვეც კი ძალიან ბევრს ნიშნავდეს მისი სიცოცხლისთვის. როდესაც ადამიანს უნდა ახადონ თავის ქალა, მე ის ციხეში ვერ დაბრუნდება რამდენიმე დღეში, სწორო ოპერაცია არაჩვეულებრივად გაუკეთონ, არავინ არ იცის რა ინფექცია შეიძლება შეეჭრას, ეს არის თავის ქალის ახდა და არა რაღაცა უბრალო ოპერაცია, ამიტომ ციხეში ყოფს ამას ვერ გაუკეთებენ. ამითი პირდაპირ აჩვენეს, რა თქმა უნდა, არა პირველად რომ ადამიანის სიცოცხლეს მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანი მოკვდება თუ ცოცხალი დარჩება. ეს არის ახლა ჩემი ყველაზე დიდი სადარდებელი ანტონის ჯანმრთელობა და ის რომ როგორმე გადავარჩინოთ ის. სასამართლოს განაჩენს გამოეხმაურა საქართველოს პროკურატურა. უწყების თანახმად ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ალფა პვპ-ს. საგამოძიებო ორგანოსგან განსხვავებით გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს დაცვის მხარე. ანტონ ჩეჩინის ადვოკატი მიუთითებს გამოძიებისა და სასამართლოში საქმის განხილვისას არსებულ დარღვევებზე, ასევე შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე. გიორგი ჩხეიძე მიუთითებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებზეც. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ედგარ ოგანესიანი, ემილ კუპრავა, გიორგი ჩიკვაიძე, ზურაბ რუსიშვილი, არჩილ ნასრიშვილი, თარჯიმანი შორენა ტაბატაძე, პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი, მოსამართლე ჯვებენ აჭყებია. ეს გახლავთ ის ადამიანები, ვინც რეალურად ხელი შეუწყო და ვინც ხელი მოაწერა რეალურად უდანაშაულო ადამიანის მრავალი წლით, საუბარი არის 8 წელზე და 6 თვეზე, მრავალი წლით ციხეში გამოკეთებას უდანაშაულო ადამიანის. ანტონ ჩეჩინი რუსეთის მოქალაქეა. სამშობლოში ყოფნისას ის აქტიურად მონაწილეობდა ვლადიმერ პუტინის მმართველობის საწინააღმდეგო აქციებში. უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ანტონ ჩეჩინი საქართველოში ჩამოვიდა. მისი თქმით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე.